გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბიტნეტიდან, ეს არის ჩვენი მურიგი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ჩვენი პარტნიორი, მეგობარი, კრიპტო ცოდნე, რა ვიცი. იქვე სადაც ქუთაისის სურჩა. მაცალე, ჯერ თქვა და მე რეგვაფარგა, ქუთაისის ხოლმე გააჩერებ. მოკლედ ავთანდი კუჭავა. ავთო როგორ ხარ პირველ რიგში? შვენივრად, ენერგიულად, ჯიგრულად, ბაზრის მიმართულებით მწვანეთ და რა ვიცი. აჰა, ძალიან კაი. ბაზრის მიმართულებით მწვანე, საინტერესო. მოდი მაშინ დავიწყოთ. აი ხო არის ამერიკაში State of the Union, პრეზიდენტი რო გამოდის და ლაპარაკობს რა ხდება ამერიკაში. მოდი ახლა ჩვენ დავიწყოთ State of the Market-ით, ანუ რა ხდება კრიპტო ბაზარზე შენი აზრით. ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 20 შტატში გადავიდა ჰაუს კომიტეტში ბიტკოინის რეზერვების საკანონმდებლო აქტი, რომელიც აქამდე იყო უბრალოდ არ იყო საკანონმდებლო აქტი და იყო როგორც ინიციატივა. უკვე დარეგისტრირდა როგორც საკანონმდებლო აქტი. მეორე ნაწილი არის რომ ბანკები ითხოვენ რომ გეხვეწებით, გემუდარებით რომ კრიპტოზე კრიპტო სერვისებზე წვდომა მოგვეზითო და ასევე ჩვენ ამერიკაშობა ეს. კი, ფედერალურ რეზერვებს მიმართეს რომ ჩვენთან მიმართებაში შეამსუბუქეთ აკრძალვები, შეზღუდვები და გვაცადეთ რომ ან გამოხატეთ მინიმუმ ის მზაობა რომ ჩვენ გვინდა, გვაინტერესებს კრიპტოაქტივების შესვლა. 65 მილიონი ადამიანი, პატარა ბაზარი არა. არა. იცი რა მეტესებს ეგრეა, მაგრამ რაღაცა ცოტა ისე მეჩვენება, რომ კაი ნიუსი რო იდება რა, თუნდაც ტრამპმა გუშინ წინას რამოდენიმე დღეს იმეორა რომ კრიპტო მნიშვნელოვანია რაღაცა, ფასზე ისე აღარ მოქმედებს, როგორც მოქმედება არჩევნებამდე, ხო? ანუ მოლოდინი, ანუ ბიტკოინი ავიდა 108-ზე, ხო, დაახლოებით. ხო მეწერასუა მეგონი და ეხა არის ჩამოსული, ხო, მაგასთან შედარებით, ეხა ჩამოსული ცოტა ისეთი ხომ აღარ ნათქვამია 98-ზე არის თუ რაღაცა და აი ის რეაქცია არ აქვს ხოლმე, ხო, ესე აი ბულრანი როცა არის ხოლმე, კარგი ნიუს აქვს ძალიან დიდი რეაქცია და ბერანში არის პირიქით ხოლმე რომ შეიძლება კაი ნიუსი იყოს, მაგრამ ბაზარს რეაქცია არ გქონდეს, ანუ ფასი არ გაიზარდოს და შენ რა სიტყვი, ანუ მაინც ბულრანში ვართ თუ ეხა იწყება როგორც ბევრი ამბობს თუ ანუ შესაძლოა აი გრაფიკი ავიღოთ სად გონია რომ სად მე უყურებ ესე პირველ რიგში ის რომ ანუ ბულანის სიტუაციაში რამდენიმე პარამეტრი უნდა ავიღოთ ხო რაღაც პარამეტრებს უნდა შევხედოთ იქიდან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნო ფული გადის გაედინება და პოპულარობას კარგავს კრიპტოვალუტები და მათში ინვესტირება თუ პირიქით ხდება დაუშვათ ხო ანუ მე რადგან გრძელვადიანი ინვესტორი ვარ ანუ ისედაც გრძელვადაში უყურებ ამ ყველაფერს პირიქით უფრო ჯანსაღად უყურებ იმას რომ ნიუსებს ეგეთ ნიუსებს ტრამპის ხმებს და დაძახილებს და ასე შემდეგ არანაირი რეაქცია არ მოყვება ხოლმე ბაზრიდან ისეთი ანუ ასე pump dump რეაქციები არ მოყვება და შესაბამისად ეგ ნიშნავს იმას რომ ბიტკოინს აქვს ზალა ტრამპზე და არა ტრამპს აქვს ზალა ბიტკოინზე ანუ ეგ პოზიტიური ასე ვთქვათ ჩანსაღმაჩვენებელია ჩემთვის ამერიკის პრეზიდენტმა რაღაცა რო თქვას რომ გადასახადებს ვამცირებთ აქციის ფასებზე პოზიტიური გავლენა აქვს ხო მათ შორის კრიპტოზეც ხო მათ შორის კრიპტოზეც და რო არ აქვს ეგ მაინც გონია რომ კარგია? კი, მაინც გონია რომ კარგია. ანუ კონკრეტულად კრიპტოვალუტებზე რო საუბრობს და ამბობს რომ ბიტკოინი კარგი რაღაცაა და ამ დროს ანუ ჩვეულებრივად ჯანსაღად იქცევა ბაზარი, ანუ ეგ მე ძალიან მომწონს. ანუ ჯანსაღი იქცევა ამ შემთხვევაში შენთვის სტაბილურობას გულისხმობს. ანუ გულისხმობ იმას რომ ბაზარი არ დაყვება ვიღაც ერთი ადამიანის ხმას, ანუ მაშინ Dogecoin-ი ვიქნებოდით და არა ბიტკოინი, ხო? ანუ Dogecoin-თან დაკავშირებით ილონ მასკის რეპუტაციაც კი განელდა რეალურად, ხო, დროთა განმავლობაში. ტრამპს ჰქონდა ბევრი ქნა თავის რეპუტაციისთვის ამბობს. მაგრამ აი ტრამპის ამბავი იყო რომ 8 თვის განმავლობაში მშვენივრად ანუ რეალურად ტრამპის ეფექტი იყო ის რომ 79000 რო გადალახა და 108000 ავიდა. ეგ ეფექტი იყო, მეტი არაფერი არ ყოფილა მაგრამ ეხლა ამბობ ანუ რეალურად შენ რომ ის რომ იქ უკვე შტატები ცალკე მუშაობენ, თავისთვის მუშაობენ ბიტკოინის რეზერვის შექმნაში, ეს იქნება ის არის რის მოლოდინიც უნდა გქონდეს და რაც მას შეიძლება გამოიწვიოს იუტა შტატში ხო ანუ უკვე ერთადერთი დარჩა ბოლოს სტადია რომ უკვე კანონი ხომ მიიღეს, მაგრამ ის კანონი რომ ძალას შევიდეს, დანარჩენი მიჩიგანი, მასაჩუსეტსი, კანონში იცი, უფრო დეტალურად რო ვაპარაკოთ, ანუ რეზერვის შექმნა ეგ ნიშნავს, რომ $10 ჩავაინვესტიროთ ბიტკოინში, შეიძლება ნიშნავდეს 10 მილიარდს პირობით. არა, ამ შემთხვევაში შტატები თვითონ წყვეტენ ხოლმე რა პროპორციებით შეიძლება გაანაწილოს ბიუჯეტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პორტფელის დივერსიფიცირება იწყება იმით, რომ ამატებენ პორტფელში ბიტკოინსაც, ანუ უფლება ექნება უკვე საინვესტიციო კომიტეტს, რომ გადაწყვიტოს, ანუ ბიტკოინში დაუშვათ 20% ჩადოს ამ ეტაპზე, მე თუ უნდა თუ უფრო მეტი ჩადონ, კიდევ უფრო მეტი იქნება გადაზიდული, მაგრამ ასე გიდია. ყოველ შემთხვევაში ეგ მაინც პოზიტიური არის. ანუ ზელვადაში სულ რაღაც წელადნახევრის წინ იყო რომ კრიმინალები ვიყავით და წელადნახევარი გავიდა და უკვე სერიოზული ინვესტორები ვართ ტრადიციული ფინანსური ექროვის და კი ბატონო. აქ ETF-ს ელაპარაკეთ თუ პირდაპირ ბიტკოინის შეძენაზე, თუ ეგ შტატიდან შტატით განსხვავდება თუ როგორ არის?
პირდაპირ ბიტკოინის შეძენაზე აქვს საუბარი, მათ შორის ჩვენთვის ძალიან საყვარელი და ცნობილი Coinbase-ის იმას ჩალიჩობს, რომ მათ შორის საბანკო სერვისები შეითვისოს თვითონ და ბანკადაც არეგის. ხო და შეინახოს კიდევაც ის კრიპტო მე მომყურა. და ეს კრიპტო დაუშვათ ამ ამერიკულ შტატებს და იმას თვითონ მოემსახუროს და თავისთავად ახლა ამერიკულ კომპანიას ამერიკულ ბაზარზე უპირატესობა ექნება ვიდრე ხა აზიურ კომპანიებს რა. ხო, ეგ თავისთავად. ხო და ეს რეალურად აზიურ კომპანიას ვერ გამოიყენენ, იმიტომ რომ ლიცენზიაც შესაბამისი არ იქნება ამერიკაში. ზოგადად რა ვფიქრობ, აი Coinbase ხო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არის სოფლიოში, ხო? მაგრამ ვერ იტყოდი, რომ არის რაღაცა ინოვატორი, ხო? ანუ აქვს რა ყველა ინოვაციური პროდუქტი, რაც დღეს არსებობს, თუმცა აქვს რაღაცები, რაც არის როგორც არის Base blockchain-ი, რომელიც საკმაოდ პოპულარული არის და ბევრი ტრანზაქციები ტარდება. როგორ უყურებ Coinbase-ს როგორც კომპანიას, ანუ ეხმარება კრიპტოს განვითარებას თუ რაღაცა უფრო თავის თავზე ფიქრობს და ეგ რა შეეხმარება ვერ ხვდები, ანუ ძირითადად Coinbase-ის ანუ როგორც მე ხო იცი მე რა პოზიციები მაქვს ზოგადად ბირჟებთან დაკავშირებით რა, ანუ ბირჟას რაღაც ბიზნესს რო აკეთებ რაღაც სოციალურ Coinbase ბირჟას ცდება ახლა. კი, ბირჟას ცდება. იდეაში საინვესტიციო კომპანიად ყალიბდება. უფრო მეტად ვენჩერად ყალიბდება. რა ვიდრე მე ჩემთვის უფრო მეტად ვენჩერი არის ვიდრე ბირჟა იდეაში რა. ანუ რას ვისვო ვენჩერში რას ვისვო? ანუ საინვესტიციო პლატფორმაა, ვიდრე ანუ ინვესტორია, ანუ ინვესტორების ბაზაა, ვიდრე ის რომ ანუ როგორც ლონდონის ბირჟაა, ჩიკაგო, აი ეგეთად ჩამოყალიბება უნდა და არა ის რომ შემოდი ჩემთან იყიდე გაყიდე. უნდა რომ ის იყოს რომ IPO-ზე როგორც გადის ტიპი, აი ICO-ს ეგეთ ICO რა, ანუ ეს initial coin offering-ის ნაწილიც იყოს ბირჟაზე ისეთი როგორც IPO-ზე არის. მაგრამ ნუ ჯერჯერობით ამას ვაჭირდება. ხარისხის რო შევადაროთ ისე იყოს, ხო? კი, მათ ცოტა სტრუქტურაში ცდებიან ეგენი. ანუ ამ ტოკენის ლანჩის დროს სტრუქტურაში ცდებიან ჩემი გადმოსახედიდან ეგენი, ვიდრე მაგალითად IPO-ს ნაწილი არის რა და პირიქით ანუ თუ IPO-ს დაემსგავსებიან, იგივე ბიუროკრატია იქნება და სისულელია რა. ოკეი. კარგი, საინტერესო. ხო, რამოდენიმე დღის წინ ისიც იყო, რომ აი რაღაც მიმქოინებს მაგალითად Coinbase არ ლისტავს, ხო? ეხლა შეიძლება ბევრი აზიური ბირჟა ესე რომ დავარქვათ, ეხლა ნუ ზოგი არ არის აზიური, მაგრამ ანუ Bybit, Binance რაც არ უნდა იყოს, ძალიან ბევრი ტოკენები დალისტეს ამ ბოლო დროს და საკმაოდ წამგიბიანი აღმოჩნდა ბევრი მოხარებისთვის ამ მიმქოინების ძირითადი ყიდვა. პირველი კითხვა იქნება ალბათ რას ვფიქრობ მორჩა ეს მიმქოინების ანუ იყო ეს რაღაცა ბულრანის ნაწილი, აი როგორც DeFi Summary იყო ესე რომ ვთქვათ, სადაც ყველა DeFi პროექტი რაღაცა გაფრთხილდა და საოცარ valuation-ებზე ავიდა. წელს თუ შარშა მქონდა უფრო ეს მიმქოინის თემა, მორჩა მიმქოინის თემა თუ რაღაც ანუ ტრამპის მიმქოინის იქით რამე შეიძლება რომ არსებობდეს რომ ეს მაქსიმალზე ავა თუ მიმქოინებს თემა მე უყურებ როგორ მიმქოინებს რა, რომ ერთი რაღაც ნაწილს ასწავლის რომ მიმქოინს აღარასდროს აღარ გაეკაროს და ეგ ჩემთვის იდეალური არის. მეორე სეგმენტი არის რომელსაც ზოგადად კრიპტოზე ცუდ ნეგატიურ გამოცდილებას დაუტოვებს და ზოგადად კრიპტო შეძულდება, რაც ცუდია ინდუსტრიისთვის ცუდია, იმიტომ რომ რეპუტაციულად ახლა მე მიდი და უხსენი შენ მაგ ადამიანებს რომ ის შენი ბრალია, არავის არ ყავს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აქ. ყოველთვის ურჩევნია რომ შენი ბრალი იყოს. და მესამე ნაწილი ეს არის მიმქოინების სასტავი, როგორც არიან გემბლერები მაგალითად კაზინოში აგებენ, იცი კაზინო როგორ მუშაობს, მაგრამ მაინც კაზინოში მიდიან. მაინც მიმქოინებს დაუბრუნდებიან. ეგ ხალხი ჭკუას ვერაც თუ ესწავლობს, ყოველთვის ფულს დაკარგავენ ხოლმე, ზოგი კი მოიგებს ეტაპობრივად, მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ ეგ ხო ჯაჭვი არის, ანუ საიდანაც იწყებ და სადღაც მიდიხარ, ხო? სად მიდიხარ, არავის არ იცის მიმქოინების. კი, მაგრამ ლიკვიდურობა ანუ შენი აზრით შევა კიდე ახალი, ანუ ნახე ხო ვიღაცები ჭკუას სწავლობენ რაღაცა და მე უკვე იმ ხელა ეფექტი აღარ აქვს, იმიტომ რომ რაღაც თავდება, ხო? ეხლა უსასრულოდ არ არის ფული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლა სტაბილურ კოინებში არის გაზრდილი რეალურად და ფული კი არ გადის სტაბილურ კოინებიდან, სტაბილურ კოინებიდან, ანუ სტაბილურ კოინებში. ესე იგი, ანუ ჩემი განმოსახედიდან ყოველთვის მე ვადარებ ამას როგორც 2020-2021 წლის, აი ბოლო დასაწყისის პერიოდს. რა უფრო მეტად დასაწყისია უკვე 2021 წლის, ჩემი განმოსახედიდან მაგას დატას გვაჩვენებს რეალურად. და მაგას თუ შევხედავთ, აი ამ დროს როგორ იქცევიან ხოლმე ინვესტორები, რატო ანუ ის მესამე სტეიჯი რამდენიც იქნება, იმის მიხედვით შევა იქ ფული, მაგრამ ფული შევა ნებისმიერ შემთხვევაში და ივაჭრებენ. ახლა მაგნაწილში უბრალოდ ის არის, რომ მე შემდგომ იმარჩიელო, რომელი მიმქოინში შევა ფული და ახლა მე ეგ მარჩილობა არ მიყავს, მაგიტო არ უყურებ ძირითადად, ანუ მიმქოინების ბაზრას მე არც პარამეტრია უნდა გავითვალისწინო, თავა ინვესტირო, ვისაც ვეკითხები არავინ არ იცის. და თუ არიცი პარამეტრი როგორ არ ინვესტირებ, ესე იგი არიცი სად ინვესტირებ და ჰაერში ხარ და შეგვიძლია წავიდეთ ზეროზე დავდოთ, იგივე უფრო მეტი შანსი გვაქვს მე მგონი ზეროზე ვიდრე მიმქოინი ეგრე იპოვო რა. ოკეი.
ხო, კი, მე რაღაცა პარამეტრებს უყურებენ ხოლმე, მაგალითად ჰოლდერები, რამდენი ჰოლდერი ყავს, რამდენად დეცენტრალიზირებულია, ესე იგი ჰოლდერების რაოდენობა. ფულში მოგებას გაძლევს ეგ? მე ხო ხვდები რა კორელაციას ვეძებ. მე ვაყოფ, ხო, ზოგი ამბობს, რომ აქ შორის არის კორელაცია, მე არ ვარ დაწუნებული ეგრე არის, მაგრამ ნუ რაღაცა ეგეთი თეორიები რა მინახავს, რომ აი თუ ყავს 30000 ჰოლდერი on-chain, მაშინ უფრო მაღალი შანსია რაღაცა. მაგრამ ხო, მე პირადად მიმაჩნია, რომ რაც უფრო ნაკლები მიმქოინის ამბები იქნება, უკეთესი იქნება ზოგადად ბაზრისთვის, იმიტომ რომ მაგრამ თან ისი რას ფიქრობ, რომ ეს არასერიოზული თემები რაც არის, როგორც აი მიმქოინები რეალურად ბიტკოინსაც ეხმარება, იმიტომ რომ ბიტკოინ მე რო მიხვდები რა არის სხვაობა, იმიტომ რომ ბევრს გონია, რომ კოინია და ეგ თათ ეგრე არ არის. კი. ბიტკოინის პოზიტივი ნაწილები რაც არის, მე უფრო კარგად ჩანს ჩემი აზრით. მაგრამ ხო, ნახოთ როგორ გამვითარდება. რას ფიქრობ, ანუ ეხლა სულ რაღაცა ფაზებათაა, ხო შეიძლება ესე ითქვას რა, არის ბიტკოინს რანი, მე მოდის ალტ სეზონი, მაგრამ ამ შემთხვევაში ალტ სეზონი ძალიან მიმებზე ორიენტირებული იყო და ძველი პროექტები რაც არის იქ დიდად არ მომხდარა რაღაცას და შემდეგი თემა, ნუ მე AI-ის თემაც ჰქონდა, რაც AI ბოტების და ასე შემდეგ და საკმაოდ დიდი ის იყო და შემდეგ ახლა social თემაც ჰქონდა, რაღაცა social კომპანიები რომელიც რაღაცებს მოვენ რა არის საინტერესო ხალხისთვის და ასე შემდეგ. რა შეიძლება იყოს შემდეგი თემა, რასაც ანუ რაღაც hype-ს გამოიწვევს და ხალხი რითი დაინტერესდება ესე ვთქვათ. ხალხი წარმოადგენა მაქვს რითი დაინტერესდება, რაღაც სოციოლოგიური კვლევა, მაგრამ მე ყველაზე მეტად მაინტერესებს storage სისტემები, ანუ მაინტერესებს მე პროექტები, რომლის პროდუქტს მე ახლა ვიყენებ. ანუ პრომისი რომ შენ ხო რაღაც coming soon და 10 წლის მერე რაღაცას დავდროპო, აღარ მაინტერესებს საერთოდ. არ ვის ვიყენებ, AOS ვიყენებ, ძალიან ანუ მაგათი ეკოსისტემა თვითონ white paper-იც მე მევასება, იმიტომ რომ ერთი რომ სულ გაკოტრდეს ეგ კომპანია უკვე white paper-ით იმდენ რაღაცას სწავლობ არ ვის ეკოსისტემაში, რომ ეგ ჩემთვის უკვე ღირებულება იმდენი რომ მიღრის მაგაში ინვესტირება. აკაშ ვიყენებ მაგალითად Nvidia-ს ერთ-ერთი ის რომ გამოიყენო მაგალითად ჩიპი აკაშზე $15 და 15 ვინც არ ვიცით. აკაშიც არის AI და storage სისტემა რეალურად რა. ოღონდ როგორ რაღაცა იცი რომ consumption-ი რაც აქვს ამ ასე ქვია მოხმარებას ჩიპების იმას შეგიძლია რომ პულში დაერთდე და დაუშვათ შენც მიიღო მონაწილეობა. ან თუნდაც შენი იყენებ, ეგებული მაქვს და შენ ქირავობ იმას სიმძლავრეს რა კომპიუტერისას და იქ ის საათში $1.15 სხვაგან ყველაზე ძვირი არის რა რეალურად. ანუ უფრო უკეთესობაში შეუძლია კარგი სერვისი შესთავაზოს და არის რეალური პროდუქტი და არა ხალხი ჩვეულებრივ ხვალ მე ამას ვიზამ და იმას ვიზამ და ახალ ბლოკჩეინს გავუშვებ და მე უკვე კითხვა შედება რაში მჭირდება ეს 30 ბლოკჩეინი რომელიც ერთ-ეგ իրოს აკეთებს. კი. გაუს ბევრი. არვივმა მათ შორის შეცვალა smart კონტრაქტების მოდული, ანუ ის რომ ტრადიციული ანუ ყოველთვის ამბობენ და იმას უსვამენ ხალხს რომ AO არ არის smart კონტრაქტი, ანუ არვივზე დაშენებული ეს ეკოსისტემა არ არის smart კონტრაქტი. smart კონტრაქტი არის ჩაკეტილი სივრცე, სადაც გაქვს კონკრეტული რაღაც შეზღუდული ფუნქციები. AO შემთხვევაში პრეტენზია აქვს იმისი ყოველ შემთხვევაში რომ თან გეუნებია რომ უკვე მზადაა და მოდი დააშენე შენი პროდუქტები, დააშენე AI agent-ი, დააშენე რა ვიცი, ანუ ნების შენი სერვერი დააშენე ჩემთან, შენი არ ვიცი, ონლაინ მომსახურება დააშენე ჩემთან, შენი ვებსაიტი დააშენე ჩემთან და გამოიყენე ჩემი სერვისი. და პლუს, ანუ რაც მე მომწონს რომ არვივში რომ იხდი ფულს ამ ერთჯერადად რა, ის მიდის რეალურად ნულოვან ადრესზე კი არა, მიდის ფონდში, რომელიც თავიდან გამომუშავდება. და ეს ცირკულირებს რა და რეალურად კი არის 21 მილიონი ცალი, მაგრამ ფაქტობრივად ანუ ბუნებრივად ინფლაციური არის და ეგ მე მომწონს ყოველთვის მაგაში რა. ხო. იცი რა საინტერესო არის ეხლა ბევრი ანუ ეთერიუმი და აი smart contract-ის პლატფორმები რაც არსებობს უკვე ბევრი დრო გავიდა ხო ძირითადი გამოყენება მაინც შიდა არის ხო რაღაცა coin-ი იყიდე გაყიდე რაღაცა smart contract NFT და ასე შემდეგ ანუ შენ ფიქრობ რომ ეხლა რაღაც უფრო რეალურ პროდუქტების ფაზაში გადავალთ და იქ იქნება საინტერესო უკვე ადამიანებისთვის რომ ანუ ისა აი ეს რეალურად ამას აკეთებს და იმიტომ აი ხა რაც მოყევი რეალურად რეალური პროდუქტი რომელიც ყველა შეუძლია გამოიყენოს კრიპტოში არის თუ არა ხო რაღაც ანუ პროექტები არის რაც შენ მე გეტყვი როგორ მგონია უმრავლესობა მგონია რომ მაინც შითებს გაყვება უმრავლესობა მგონია რომ შითებს გაყვება მაგრამ აი ჩვენ უნდა გავუძვრეთ იქ სადაც სერიოზული პროექტებია რა იმიტომ რომ რეალურად იმ სერიოზულ ერთი რომ სერიოზული პროექტების ნაწილზე ისინი ადრე თუ გიან მაინც განვითარდებიან მაინც მიიქცევენ ყურადღებას და რაღაც პრობლემა დაგიდგება წინ და დაგჭირდება მე დამიდგა ეგ პრობლემა მაგალითად პიქსელის აკადემიის შემთხვევაში ანუ სერტიფიკატების ანუ ჭირდებოდა storage-ი Google-ი ძალიან ცუდი გამოსაყენებელი და ძვირია Google Drive-ი ამ კი Google Drive-ის გარდა არ მყოფნის ანუ ის სერვისი არ მყოფნის რა სხვა რაღაც ჭირდება კიდე მე კიდე ეს ყოველწლიური გადახდა subscription-ი მე ძალიან ტვის მიბურგავს სიმართლე გითხრა ძალიან ბიუროკრატიაა ჩემთვის ბუღალტრულად მირჩევნია თითო ფაილზე გადავიხადო და შემინახოს როგორ ასაკ არ ვიცი მოწესრიგებული რა
Amazon და Teams-ი და ასე შემდეგ არის რთულად გამოსაყენებელი, user friendly არა. მერე ბიუროკრატია აქვს, ანუ შენ თუ აკადემია ხარ, რაღაც ლიცენზია უნდა აიღო, რომ იმათი ლიცენზია მოიპოვო, რომ სერვისზე წვდომა მოგცენ და ამ დროს თან ფული უნდა გადაუხადო. და შენ просто გინერო სერტიფიკატი. ხო რა, მინდა რომ აკადემია გავუშვი სერტიფიკატი ვერიფიცირებადი იყოს და ნებისმიერმა ადამიანმა სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩემი გაცემული სერტიფიკატი დაადასტუროს, რომ კი, ჩემი გაცემულია. всё. გამოვიყენე არ ვივი. ანუ შევედი, ნახე, როგორ გამომეყენები, შემქონდა ორი გზა. ერთი იყო, რომ ვიღაცა ადგა ჭკვიანი ადამიანი, დააშენა არვიზე თავისი API, რომელსაც კოდის წერა აღარ გჭირდებოდა და იმის გავლით წვითავდი არვიზე, შენს არვის საფულეზე, blockchain-ზე, შენს იმას ფაილს. და მეორე, თუ JavaScript-ის წერა იცი, JavaScript-ის მიმართავ ქსელს და ქსელზე ატვირთავ დეცენტრალიზებული გზით. და ინახება всё, რაც რავი, ერთხე გადაიხადე და 200 წელი გინახავს. 200 წლის მერე თავი უნდა გადაიხადო. ძალიან საინტერესო. 200 წელი მერე თავიდან უნდა გადაიხადო თუ გინდა რომ ასე ვთქვათ შეინარჩუნო ის ფაილი რა. ანუ პრობლემა გადადებული იყოს 200 წელი. ხო. კაია. სხვა პროექტები გახსენება, რომელსაც აი რეალურად იყენებ, რომელიც ცდება ცოტა კრიპტო იმოგადებას. სამწუხაროდ რულმა გამითი გათიშა სერვისი, თორე რუნსაც ვიყენებდი მე, ნუ ერთ სვეპების და იდეაში არაფერი განსაკუთრებული ახლა, მაგრამ ნუ კორპუსში კომფორტული იყო ძალიან. მაგის გარდა კიდე რა შეიძლება ჯერჯერობით არ დამჭიროებია რა. აუსვაპირებ როგორ გამოვიყენო ახლა ვების მიმართულებით, რომ ვებსაიტი და ჰოსტოვან. იმიტომ რომ ჰოსტინგის ძალიან ძვირი მიჯდება და ძალიან პრობლემატურია. იქ გერმანელებს უბერავენ საერთოდ და რაც უნდათ იმას აკეთებენ და სან მithიშავენ ამ ჰოსტინგს და ხან მირთავენ. ნაკეთ არიან ამერიკელები და ძვირია. რუსებთან ტერმა გააკეთა ჰოსტინგი. რავი, ქართველებთან კიდე, აი ქართველებთან კიდე ამ რენტაბელური კიდე არის რაღაც დოზით და თუნ დროებით რა. იმიტომ დიდხანს ვერ გააკეთებ ქართველებთან უსაფრთხოების პრობლემაა კიდე. და მირჩევნია არ ვივიდაო, სადაც უსაფრთხოება ვიცი რომ იქეთ ამ ხარეს არის და უკვე blockchain-ზე. ეგ blockchain-ზე არსებული უსაფრთხოება მირჩევნია ვიდრე ცენტრალიზებულ სერვერზე არსებული უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ 78000 დავკარგე, მაგის მიუხედავად ეგ ჩემი პრობლემა იყო, ჩემი ხინჯი იყო. კი, და არა თვითონ პროტოკოლის, თორე პროტოკოლი მეუნება ამოწერე შენ ეს 12 სიტყვა და მე სადაც გინდა და ვინც გინდა იმაქცემოს, პრობლემა არაა. 72 ვარ დაგიყარგა. ხო. ამ შენ თავსაბრალებ თავიდან ბოლომდე რომ ყველაფერი მოხდა, ხო? ხო, ანუ ეგ რომ დაიკარგა თვითონ ეგთან ხა, ნუ ჩემი ბრალი, ანუ ემოციები რო ვერ გავაკონტროლებ, თორე ტექნიკურად არა, ტექნიკის ბრალი მე არაც არ მithქვას, რომ ვოლეტის ბრალია, ან იმის რომ ეგ მოხდა. ანუ ეგ ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ახლა ის რომ დავკარგე, ეგ თავისთავად იმის ბრალია, ვინც 300 ლარად ჩააბარა, 78000 მობილურია. ცერამადეს აი ნანობ რომ აი თქვა ხო ეხლა ესა დეცენტრალიზებული ვოლეტს, ნუ ბევრი შენ თუ შეგეძლო ბევრი რაღაცა დავიკეთები, რაც არ გავაკეთე, მაგრამ ცენტრალიზებული ვოლეტი რო ყოფილიყო, ხო? ეგ რისკი მაინც არ გექნებოდა, ხო, ტელეფონის დაკარგვის რისკის არა, მაგრამ მან სხვა რისკი მექნებოდა რა რეალურად. მან მაინც გიჩვენია რომ ეს რისკი ქონოდა როგორც ქონდა გაკეთებული, ვიდრე ცენტრალიზებულ შეგება. მიღირს მაინც რა, იმიტომ რომ შეიძლება, ანუ იდეაში მან თუ ეგრო იყოს, ეგრეო დავაყენო საკითხი, მაშინ უნდა მქონდეს პრობლემა თვითონ ტექნიკურ საკითხთან. და მე ხო ტექნიკურ საკითხთან პრობლემა არ მაქვს. და მაგის გამო არის რომ ანუ პლუს ცენტრალიზებულს ჩემნაირი ტიპი ცენტრალიზებულზე ვერ შეინახავს, რომც უნდოდეს. იმიტომ რომ ერთ დღეს რო ადგეს ვიღაცას და გაახსენდეს ავტო და მიადგეს მის ცენტრალიზებულ ანგარიშებს, უი რამე რო დახვდეს ეგრევე დააყადაღებენ და რო არაფერი არ დახვდება, უი ძალიან დიდი ბოდიში ავტოს აქტივები არის, არ არის, კაც მარის იქნებ ქუთაისელი ბიჭია, შეიძლება ლაპარაკობს, ტრაბახობს, საერთოდ არაფერიც არ აქვს, ან პატარა კაცია რეალურად და უბრალოდ თავის ემოცია იმაში არის, ფანტაზიებში არის და მაცადეთ რა ამ ფანტაზიებში ყოფნა რა, ეგ ამბავია თორე. მე პატარა კაცი ვარ, ფულიც არ მაქვს, არც ბიტკოინი არ მაქვს და არაფერი საერთოდ, უბრალოდ ეს სფერო კარგად ვიცი, ეგ არა ეგ. თეორეტიკოსი. ხო რა. ქუთაისელი თეორეტიკოსი. ფილოსოფოსი. ფილოსოფოსი ქუთაისი. ოკეი, საინტერესო. ქუთაისში რა ხდება კრიპტო მიმართულებით? ისე ანუ იქ არის რაღაცა აკადემია, რაღაცა განვითარების ისენი არის. სხვადასხვა მალე დავდროფავ ძალიან მაგარ ამბავს ქუთაისიდან, მაგრამ ნუ ჯერ ქუთაისი coin airdrop-ი იქნება ესელებზე. მაგაზე სხვადასხვა ფიქრობდით რა, იცი? ანუ ოღონდ წარმატებული ადამიანები ვინც არიან საქართველოში ბევრი იქნება ახლა. კი, თავისთავად. ოღონდ მე ვამბობ ფინანსურად წარმატებული და არა ანუ ცნობადობის კუთხით წარმატებული რა, ანუ ფინანსებში თუ ითარგმნება ეგ წარმატება, მაშინ წარმატებაა. ეგ რა კაპიტალისტური მიტომა არის. ნუ რა ვქნა. ხო და რას ვფიქრობ, იცი რომ შეიძლება ეგეთმა ადამიანებმა, ანუ ეგ სხვადასხვა ტრამპის ტოკენის გამოშვება მე მომეწონა. ანუ პირიქით ეგ ძალიან კაი იყო რა, იმიტომ რომ გახსნა ერთი რომ ხელბოკილები მოხსნა ფაქტობრივად ყველას, ანუ თუ ტრამპ შეუძლია, ესე იგი მე შემიძლია. და პასუხს არ შემიძლია ესე რა. არა, ისე შემეძლო, მაგრამ ამ შემთხვევაში ისე შემიძლია, რომ კიდევ უფრო მეტად თამამად გავაკეთო რა. ოკეი.
რაღაცებზე არ ვიფიქრო და არ შევფუთო და ასევე უხეშად პირდაპირ გავაკეთო. ანუ ველოდოთ ავტოკოინს თუ ჯერ არა, მე არ გავაკეთებ, მაგრამ იდეა მომწონს მეთქი რა, ეგ რო შეხედე, ანუ შეიძლება რომ გააკეთო, როგორც იცი, შენ ცხოვრებას მიაბა და რაც უფრო წარმატებული გახდები, ანუ ფინანსურად ვამბობ, ფინანსურ წარმატებას მიაბა ეგ. ანუ ტრანსპარენსის ნაწილი უნდა მოიფიქრო მაგრამ. აი, ბანკში რო არის, ხო, ის RS-ის რაღაცა იმპორტი რო შეგიძლია გააკეთო. ეგეთი ფოტო რო იყოს და რო ნახო, აი, რამდენს იხდი ბიუჯეტში და მაგითი გაზომო მაგალითად. კი, ზუსტად. და კაი, ან ბიუჯეტში რამდენს იხდი ცოტა ისეთი ინდექსი იქნება, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მე ახლა მაგალითად ჩამოყვანილი რომ ფანტაზია იქ ყველაფერი ხო, გავს მithქონა. კი ბატონო. შესაბამისად. ეგ ამბავია და აი მან და აი ტრანსპარენსის ნაწილი შეიძლება მოიფიქრო, აი მან გეხმარება სხვათა შორის, მან შეიძლება დაიხმარო ან chain-link-ი მათ შორის, რომ real data წამოიღო blockchain-ზე, ისე რომ შენი არის თუ არა მაგაზის მტკიცებულება. მან ხო რეალურად თავრობასთან რომ მივდივართ, იურიდიულ მტკიცებულებებზეა საუბარი. იურიდიულ მტკიცებულება ფიზიკურად ვერ იარსებებს. მაშინ ჩემი private key უნდა გქონდეთ და ჩემი private key თუ აქვს, რა თუნდაც ესეთი სულელ პროკურორი თუ არის, რომ ჩემი private key აქვს და მე ბრალზდებს იმის მაგივად რომ private key შეიყვანოს და ჩემი აქტივები წაიღოს თავის საფულეზე, რა ვიცი, ანუ ეგ მე კი არა ვარ დასაჭერი, ეგაა დასაჭერი, მე თუ მკითხავ რა. მაგრამ თქვენს რო დავუბრუნდეთ, ანუ იდეა არის, ან ფინანსურ ისა რაღაცა მომგებიან ტიპებს, გავუკეთო EAD. ძალიან საინტერესო იქნებოდა, აი თუნდაც chain-link-ის პროტოკოლის გამოყენებით, მათ შორის RWA-ის გამოყენებით, დეცენტრალიზებულად რო გააკეთო, თუნდაც ერთ ტოკენი, კი, ცენტრალიზებული მხარე რაღაც დოზით იქნება, რომ შენზე დამოკიდებული იქნება, მაგრამ შენს რეპუტაციაზე ისედაც დამოკიდებული ეგ ტოკენი გაიგდება, არ გაიგდება რა. ანუ შენს წინა ცხოვრებაზე, აწყოზე და მომავალზე. ვიღაცა წარსულში გიცნობს და აწყოში იცი ვინც ახლა და რასაც აკეთებ და მომავალში იმედი აქვს, რომ შენ მართლა რაღაც წარმატებული ტიპი იქნები რა. მე ნუ შეზეცადა დამოკიდებული, როგორ დააჰაიპებ, იმიტომ რომ საქართველოში ერთადერთი რაც რეალურად ჩემი გადმოსახედნად პრობლემა გვაქვს, არის ფინანსებზე წვდომა. თუ და ფინანსებზე წვდომის გარდა არის ის, რომ შეიძლება კი ბევრს უნდოდეს, რომ შენ რაღაც ესე მოგცეს თანხა ისე, რომ შენ მე რეალურად ინვესტირება გააკეთოს მცირე თანხით. მაგრამ ამის საშუალება აქამდე ხო არ იყო რა და ახლა რეალურად ტრამპ ტოკენის ნაწილში ეგ შესაძლებელობაც გაჩნდა თქო, რომ შენ თუ რაღაც წარმატებული ტიპი ხარ, რომ ზოგიერთი ბიზნესი ხო არის საქართველოში, სადაც ადამიანს ისნობ და არა ბიზნესებს. ანუ ბრენდი უფრო ადამიანია, ვიდრე ბიზნესები. და იმ ადამიანმა რომ თავის ტოკენი გაუშვას, რომ დაუშვას თქვას, რომ მე კიდე რაღაც ბიზნესს რო გავაკეთებ, იქიდან ჩემს ტოკენის ჰოლდერებს 20%-ს უნაწილებ ჩემი მოგებისას, ან 30%, ან თუნდაც 50%-იან წილში ვსვამ რა. ერთი რომ მე დამიჩქარეს პროცესს, რომ მე გავაკეთო კიდე ის იდეები, რაც მე მინდა რომ გავაკეთო. მეორე მე თვითონაც ადამიანი ვიქნები, რომელიც ან პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც ჩემივე თავის ჩემივე ცხოვრების ტოკენიზაცია გავაკეთე. რამატო ბიზნესი და საინტერესო კონცეფცია, მაგის დახვეწას შეიძლება რა, თუნდაც ეკონომიკური, თუნდაც ტექნიკური კუთხით. ვინმეს მოიაზრებ? ნუ ახლა ჩემი თავის გარდა შეიძლება მოვიაზროთ, არ ვიცი, საქართველოში ხო, რავია. თუ გაქვს ნაფიქრი ხა თუ არა ეგეც. არა, ნაფიქრი არ მაქვს სიმართლე გითხრა რა, იმიტომ რომ ეს უბრალოდ აი ტრამპის შენს ეგ რატო არ მოხვდა რა ჯერ საერთაშორისო დონეზე, რომ აი თუნდაც ეგ ანუ ეხლა ქონდა ტრამპი, მელანია და მე ესე პერსონალური კოინები არ ქონია, ხო? და ის მიდგომა არ ქონია, რომ აი მე ამ ფულს გამოვიყებ იმაში, რომ რაღაცა პროექტი შევქმნა და მე ესა რაღაც revenue sharing ზოგადად ანუ რაღაცა ფინანსების შემოსავლის გადანაწილება დიდად კრიპტოში არ ხდება, ხო? ანუ არ არსებობს, ნუ ეხლა მანდ ბევრი ამბობს, რომ რეგულაციის პრობლემა არის, იმიტომ რომ ამერიკის თემა არის და ეხლა იქიდან მიიღო ფული, მე რაღაც პრობლემები შეიძლება იყოს, airdrop-ებზეც ხო გვაქვს, რომ აი შეზღუდვა არის, რომ ამერიკელები არა. ეგ პრობლემა შეიძლება იყოს, მაგრამ ეხლა აზიაში ვიღაცამ გაუშვას თუნდაც ეგეთი ტოკენი, პრინციპში სულად შესაძლებელია, ხო? მაგაზე პასუხი არ მაქვს სიმართლე. არა, მაგაზე როგორ რაღაცა იცი, მე ვფიქრობ, რომ ანუ თავის დროზე თუნდაც უძრავი ქონების ტოკენიზაციაზე ვლაპარაკობდით, მაშინაც არ იყო მსოფლიოში მაგაზე, არც ლაპარაკი არ იყო, არც იყო marketplace. ერთ წელიწადში უცებ marketplace გახდა ცოტა რა, ანუ საუბარი დაიწყეს და ნუ 2 წელიწადში უკვე marketplace დაიდრობა. დეცენტრალიზებული დასახლებაზე ვლაპარაკობდით 2021 წელს გახსოვს ალბათ Facebook Live იყო გაშვებული და მე ვიტალიკა ახლა რო ჩამოვიდა, ახლა დაიწყეს მაგათმა დეცენტრალიზებული დასახლებაზე საუბარი. არა, ეგ ხოშოს ერთი პროექტი იყო, NFT ბულრანი რო იყო ამერიკაში, ვისკონსინში თუ რაღაცა ყიდულობენ მიწებს რა. ხო? კი, ხო მithumet მარკ კიუბენიც. და შეიძლება ახლაც არის თქო მაგას სადმე პარალელურად, სადაც მიდის საუბარი, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით რა. ხო და იცი რა არის, ხო და რატო აი თუნდაც მაშინაც არ მახსოვს ხა იმ პროექტს, აი ხო საინტერესო პროექტი იყო ძალიან ამ მიწას ყიდულობდი NFT-ც და მთელი რაღაცა კომუნა იყო, სხვა ლეველები იყო ესე რომ ვთქვათ რა, მიწის ნაკვეთების CDD-დან გამომდინარე და
ფული შეიკრა რა, ანუ გაიყიდა იქ, მაგრამ მე არაფერი არ გამიგია სხვა შორის, მაგრამ იდეა ძალიან მომეწონა რა და მე რაღაცა როგორ უნდა გაიმართოს და რაღაცა ყველაფერი ეგ იყო რა და იცი რა არის ძალიან იმაში ხარ უყურებთ ხოლმე რა არის კრიპტო ადამიანები რომ რაღაცებს მოიგონებთ ახლა მე მაგალითად ეგ მიწის ამბავი ძალიან მომწონს და ჩემი საქართველოს სრულიად შესაძლებელია მისგან კომუნა შეკრა რაღაცა მაგრამ ალბათ არიან იქით მხარეს ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები რომ დავუძახოთ ვინც კრიპტოში არიან ჩართულები რომელთა ძალიან რთული გასაგები არის ხო ეს მესმის მაგრამ როგორ რაღაცა ესე ანუ იმ ადამიანებისთვის სხვა რაღაცაა სასაუბრო და მე ხო არ დავკარგავ ჩემი ცხოვრებას იმის გამო რომ იმათთან არა კი არ უნდა დაკარგო მე რას ვამბობ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ ხალხის დაწუნება რომ ვიცი რა ეს რაღაცა შეგვიძლია ვაკეთოთ? სიმართლე გითხრა, ანუ მესიად თავს ნახავთ არ მივიჩნევ საქართველოს ბაზარზე მით უმეტეს 3 მილიონი ნახევარი ვართ. სულ რომ მთელი საქართველოს დავარწმუნოთ რომ ბიტკოინი იყიდეთ რომ რაც ვერ მოახერხეთ მაგალითად ხო ისევ თავისთვისაა ცუდი. მე არაფერი არ მომაკლება და არც მომემატება იდეაში რა. 3 მილიონი ნახევარიც რო შემოვიდეს კრიპტოში, დარწმუნებული ვარ მაინც არაფერი არ მომემატება. აი 100,000% დარწმუნებული ვარ მაგაში. და ამ დასახლებას მე როგორ ვუყურებ გეტყვი, აი ამ ქვეყანაში ხო ვიცნობთ ერთმანეთს სასტავი, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობთ ურთიერთობთ და მაგას ვთქვათ, კარგი ურთიერთობა გვაქვს, პატივცემთ ერთმანეთს და ასე შემდეგ, ხო? ხო და ამდენ ასე ვთქვათ ქაოტურ ტიპაში, რომ ეს ხალხი ერთმანეთს ესე ვარჩევთ და თავს გვიბურღავენ ვიღაცეები რაღაც უაზრობებზე, ხო? მე მაგას უყურებ, რაღაცა ეს ხალხი ესე ავიკრიბოთ თქო, შევიკრიბოთ თქო და გადავიდეთ ცალკე თქო, რა პრობლემაა? საქართველოს მიწაზე თუ ვართ, ესე ცალცაკე, იქ რო ერთიანად მოვგროვდეთ, თლად უკეთესი. უბრალოდ მან კონცეფცია ძალიან მნიშვნელოვანი. აი შერადეთ საუბრობდი NFT-ის ნაწილზე, ხო, მაგალითად, ჩვენ რო გავდიოდით მაგას, მაგალითად, NFT ვერ წვიტავს ძალიან ბევრ პრობლემას მაგ ნაწილში, თუნდაც დასახლების ნაწილში. შენ შეიძლება მიწა იყიდო NFT-ად, მაგრამ ეგ როგორ რაღაცა იცი, ხელოვნურად ჩატენო ტექნოლოგია მაგაში. მე ვსაუბრობ ტოკენიზაციაზე, რატო? ანუ მე იმას გავამბობ, რომ შეგიძლიათ ერთი გოჯიც დაყო, როგორც ტოკენი რა, მაგრამ ტოკენის ნაწილში შენ გაქვს უფრო ლავირების საშუალება იმისთვის, რომ წესები, პრინციპი როგორ უნდა იმოძრავოს, როგორ შეიძლება რომ შეკრა ეკონომიკა ამ დასახლების, ცირკულაცია გქონდეს და ასე არ იყოს სწორხაზოვანი და გაჩერდეს სადღაც რა. აი ეგ ცირკულაცია როგორ მოახდინო. NFT მაგას ვერ აკეთებს რა რეალურად და ტოკენის ნაწილში არის მაგის წარმატების მაგალითი, ერთადერთი მაგალითი არის real ტოკენი არის, მე მგონი თუ სწორად მახსოვს, ეგ საქმე თუ re ტოკენი. აი მაგათი კონცეფცია რაც იყო დაიწყეს ერთი უძრავი ქონებიდან, იყვნენ როგორც development კომპანია თავიდან და მე აქვს ახლა ორივე არიან development კომპანია და management კომპანია. მაგათო დაიწყეს ერთი და 66 ქონებაზე არიან ასულები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან მაგარი ის აქვს დაწყობი, ანუ ეკონომიკა ძალიან მაგარი აქვს დალაგებული. თვითონ აქირავების შესაძლებლობა და შენ რო ტოკენი გაქვს პასიურ შემოსავალს გირიცხავენ რა. ოღონდ შენ შესაძლებლობას გაძლევენ, ანუ არგენტინელი რო ხარ, ქართველი რო ხარ, ტოკენი იყიდო და ამერიკის უძრავ ქონების ბაზარზე კონდეს შეხება რა. მე ვსაუბრობ კონცეფციაზე, სადაც რომ ერთი ეგ, მაგრამ ეგ არის ნაწილი იმ დიდი ეკოსისტემის, რომელიც იქ შეიძლება შეიქმნას, ხო რა. იცი რა მეტესებს, აი ხა მაგალითად BlackRock-ის ხო ლაპარაკობს იმაზე, რომ რაღაცა real world asset-ები, ანუ ნაღდი ეს აქტივები უნდა გადავიდეს blockchain-ზე, ხო? მაგის რაღაც რამოდენიმე მაგალითი გვაქვს ხა აქტივი, ნუ ესეთი ბევრი სხვა არსებობს, უძრავი ქონება ერთი არის, მაგრამ არსებობს ეს ფასიანი ქაღალდები, რაღაცა ბონდები და ასე შემდეგ და ეხა ეგეთი მაგალითები გვაქვს უკვე, ხო, რომ ბონდები გადასულია და მე ესა როცა მინდა რომ ამერიკის treasury bill-ი, ანუ ამერიკას ვასეს ხო ფული ესე რომ ვთქვათ, მე შემიძლია გავაკეთო უკვე blockchain-ზე, ხო? და ავიღებ, ნუ რაც არის 3%, 5 თუ რაც უნდა იყოს რა. მან ხედავ შენ დიდ პოტენციალს, ანუ ეხა როგორ იყიდება ეხა ბონდი, ხო? ბონდი რომ მივიყიდო ამერიკის, ალბათ საქართველოში ორი კომპანია არის, ბროკერის რაღაც ლიცენზიით, იქ უნდა მივიდე, ვიყიდო რაღაცა პლატფორმასა და ასე შემდეგ. შენ ხედავ მან პოტენციალს, რომ აი ეს ძველი ფინანსური აქტივები რაც არის, ესე რომ ვთქვათ, blockchain-ზე რო გადმოვიდეს და ხალხმა დაიწყოს რაღაც მასიურად ინვესტირება, თუნდაც ან ფაზიან ქაღალდებში, ან ბონდებში, ან ასე შემდეგ. ხა რეგულაციის ნაწილი რო ამოვაქვთ ხა ყველაფრიდან და აი ხა მაგალითად რუზი ხარ ინდოეთში შეიძლება ვერ ყიდულობ, ხო, treasury-ს და შეიძლება გინდა რომ უსაფრთხოდ ინვესტიცია გააკეთო, ხო და არ გინდა ხა რაღაცა Trump-coin-ის ყიდო. კი, მაგნატზე მე ახლა ასეს უყურებ პროცესებს, სიმართლე გითხრა, იმდენად საწყის პერიოდში ვართ, ხო, ჯერჯერობით ეს ორივე სფერო ერთმანეთს ავსებს, ანუ შეხედე როგორ რაღაცა ტრადიციული ფინანსები ახლა ფიქრობენ იმაზე, რომ ტოკენიზაცია გააკეთონ და ეს ტოკენიზებული ფინანსები ფიქრობენ იმაზე, რომ IPO აიღონ.
ოღონდ ესენი იმიტომ ფიქრობენ რომ იქ ფული რადგან არის ახლა ისინი სანამ ედაპშენს მოახდენენ გადახარშავენ და გადმოვლენ უნდათ რომ პირდაპირ მაგით შეისრუტონ ეს ფული ესენი სწრაფად განვითარდნენ მაგრამ საბოლოო ჯამში ევოლუცია რაც იქნება ჩემი გადმოსახედიდან ბაზარზე რომ ეს ტრადიციული ფინანსები ადრე თუ გვიან ანუ 10 წელი იქნება თუ 20 წელიწადი იქნება ტრადიციული ფინანსებზე ისეთ აქტივებზე მოთხოვნა რომელიც ვერ გაძლევს სარგებელს დაიკარგება ახლა ტრეჟერი ბონდზე არ ამაქვს საუბარი ის თემაც არის ხო ეხლა რაღაცა შეიძლება სარგებს არ მოდის მაგრამ რისკი დაბალია ხო ეხლა კი მაგას ტრეჟერიზე არ ამაქვს საუბარი თქო იმიტომ რომ ახლა ეგ ამერიკის ანუ თავრობა აქციები შენ არ გევასება აქციები მე არ მევასება უბრალოდ მაგრამ შეიძლება ანუ ახლა არის აქციები რომლებიც მე დამევასა მინდოდა მაგაში ინვესტირება მაგრამ რა მოხდა არა მაქვს უფლება დავაინვესტირო იმიტომ რომ მე ვარ ქართველი და პასპორტ კონტროლი უნდა გავიარო რომელიღაც პლატფორმაზე იმ პლატფორმის იქეთ ეს აქცია არ არის მაგალითად ერთ-ერთი იყო ბიოქიმიის კომპანია იყო რომელშიც მე ვხედავ მომავალს მაგალითად თან ყველა იმის ნობელის ლაურეატები მანდარიან მუშაობენ იმაზე რომ ნეოქირურგიული მიმართულებითაც მუშაობენ ეგ ცალკე განხრა აქვს მაგათ კომპანიას ცალკე ეს ბიოქიმია ცალკე აქვს ეგ ორი ნაწილი მაინტერესებდა რომელშიც მე ვხედავდი და ფარმაცევტს იმიტომ რომ ანუ საშუალება არა რომელ აპლიკაციაზე ვიყიდო აი სად იტოროზე თუ აი სად ვიყიდო იტოროზე ფული შეტანის პრობლემაა თუ არ ხო შეგვიძლია არა არ მაყიდინე ანუ ეგ იყო კონკრეტულ ბირჟაზე ასე ვთქვათ დალისტული და იმ ბირჟაზე მეწვდომა არ მომწეს ანუ შეზღუდული რაოდენობა იყო წვდომის ტოკენზე კიდე არ არის ეგ მე შემიძლია საქართველოსაც ვიყიდო თქო რა ხო აი შენი აზრით მე მგონია ჩაყლაპავს საბოლოო ჯამში ეს ტექნოლოგია ამ ძველ ფინანსურ სისტემას უბრალოდ ესენი განიცდიან ევოლუციას რა შენი აზრით რატო არ არის მოთხოვნა მაგალითად კრიპტო ხალხისგანაც რომ აი რაღაც ახალ პროექტს რო უშვებ ბლოკჩეინზე რომ იქ რაღაც შემოსავლების გადანაწილებას მოითხოვოს ხალხმა რა ანუ ტოკენი ხო აი ხა მაგალითად რავი რაღაცა virtual რაღაცა ხო რომელიც აკეთებს AI-ები შემიძლია დავაშენო ხო ის ხო რაღაც ფასიანი სერვისები აქვს ის რაღაცა ფულს აგენერებს და ასე შემდეგ ხო ან ავიღოთ რავი Uniswap-დან დაწყებული Jupiter-ი და ასე შემდეგ ხო რატო არ ჩდება თვითონ მომხმარებლის მხრიდან ის მოთხოვნა რომ გავიგე მე შენ მინდა რომ ინვესტირება გავაკეთო მაგრამ მე ამას უფრო კლასიკურად ვყვებ აქციას რო ვიყიდო ხო საქართველოს ბანკის აქციას რო ვიყიდო ხო ის დივიდენდსაც მიხდის და ისა ფასი ეზდება იმ შედეგიდან გამომდინარე რაც კომპანიას აქვს და არა იმიტომ რომ ტოკენომიკა აქვს რაღაცნაირი და დაწვავს ნახევარს და მე შეიძლება გაიზარდოს ხო რატო არა და governance-ი არის ხო ძირითადად ხო აი მე ვითომ მართვაში ვიღებ მონაწილეობას მაგრამ ეხლა მე რომ მაქვს $1000 ჩაინვესტირებული თუნდაც Uniswap-ში ხო გავლენა ძალიან დაბალი მაქვს ხო მაგრამ მე რომ ვიცოდე რომ Uniswap არის კომპანია რომელიც ცდილობს რომ გადამიხადოს ფული ან ეს მოთხოვნა საერთოდ რომ გაჩნდეს შეიძლება ბევრად უფრო საინტერესოდ გავითარდეს მაგაც რეგულაციების ნაწილი რომ ამოვიღოთ რა თვითონ მოხმარებლებს ჩვენ რატო არ გვაქვს ეს მოთხოვნა რომ მოდი მაგ ფული გადამიხადე მაშინ და ანუ მანახე რომ მომავალში გარანტირებული აი ზუსტად ვიცი ისა რაზე იქნება დამოკიდებული შენი ტოკენის ფასი მომხარებლის ქსევიდან გამომდინარე მომხარებს ზოგადად ბევრ რამეზე არ აქვს პრეტენზია ანუ არც მოთხოვნის ნაწილი მაგრამ მე რასაც ვფიქრობ ის ხო აქვს პრეტენზია ხო ანუ ისიც არის ინვესტორი ხო მე ხარ ინვესტორი მაგრამ შეხედა ხა ბიტკოინი თუ ამოვიღეთ ხა ბიტკოინი საერთოდ სხვა არა ბიტკოინზე არ ვსაუბრობ გეუბნები აი კომპანია რომელიც კომპანია ზუსტად ხო სერვის გაწვის რაღაცის ჩვეულებრივ სერვის ფასიანი სერვისი Uniswap-ზე ფულს იმაშვები swap-ა უფასოდ ამიკეთებს ხო ხო ანუ idეაში იმდენად ახალი იყო ბაზარზე და არის კიდეც ჩემი გადმოსახედა რომ ჯერ მაგაზე ფიქრი ყოველ შემთხვევაში ჩემი ნადი მეც კი არ ვერ მოვასწარი იმაზე ფიქრი რომ დივიდენდს ატო ვერ ვიღებ დღე ბოლო წელია რასაც ვფიქრობ თუნდაც იმ დასახლების კონცეფციის ნაწილში რომ დასახლება წარმოიდგინე როგორც შენ როგორც ერთ-ერთი კომუნიკის წევრი რომელიცაც ფლობს შენი ტოკენის შესაბამის რაოდენობა მიწას და იქ შენ ვილას აშენებ თუ რას აშენებ სულ ერთია მაგრამ დასახლება ის ტოკენი რომ იმ ტოკენს ფლობ და იმ ის ვილა რო გაქვს პლუს ამას თვითონ დასახლება რო ეკონომიკურ წარმატებას აღწევს იქენა შეარი გაქვს რა როგორც დივიდენდი მაგალითად რა შესაბამისად შენ ირჩევ მენეჯმენტს ამ დასახლებისას ეს მენეჯმენტი თუ მოგებას გაძლევს და შენ გერიცხება დივიდენდი მოგწოს და ტოვებ თუ ეს მინუსში გადის re-elections აკეთებ და თავიდან ხდება არჩევანი და ვისაც უფრო მეტი პრეტენზია აქვს რომ მე ვიქნები საუკეთესო მენეჯერის გუნდი ის გამოვიდა გადავწყვიტა ვიღაც მენეჯმენტ კომპანია დავიწყე და იმან უმესხა მაგრამ ეს დავიწყე როგორ გიხარი მე პირადად ჩემი ქცევიდან გამომდინარე ბოლო წელს ნახევარი უმრავლესობას რო შევხედოთ მომხმარებლების ახლა ხო ანუ მინდა კრიპტოვალუტებში მომხმარებლების უმრავლესობას ანუ არა მარტო კრიპტოვალუტებში ზოგადად ფინანსებში ანუ ძალიან განსხვავებული არის მაგალითად აქციის ინვესტორი და კრიპტო ინვესტორი სულ სხვა ჩემი აზრით ძალიან განსხვავებულია ერთი და აქციიდან
გამოსული კრიპტოში ინვესტორი მისი ქცევაც კი იცვლება რეალურად თვითონ ინვესტიციების მიმართულებით. ანუ დივიდენდს იმდენად ეკარგება მნიშვნელობა, რომ დივიდენდი არაა საფიქრალი, ანუ არა, იცი რა, დივიდენდს რო თავი არა, მაგათთვის მეთქი, მე იმას ვამბობ, მნიშვნელობა ეკარგება. პირიქით არის დივიდენდი კაი რაღაცა, უბრალოდ მაგ თულის გამოყენებამდე ტექნიკურადაც უნდა მივიდეთ. არა, ნახე, ხო არიან ის კომპანიები, რომელიც დივიდენდს არ იხდიან. ახლა Coinbase მაგალითად მე მგონი არ იხდის რა, ახლა რაღაც ვიცი რომ მოვიყვანო რა. და უბრალოდ იმაზე და ფინანსურ შედეგზეა დამოკიდებული კომპანიის ღირებულება, ხო? და Coinbase-ში რომ ვიყიდი Coinbase აქციას $100, მოვიდი იმას რომ 300 გახდება. ან Nvidia იყოს რა, ეგენიც არ იხდიან, მე მგონი დივიდენდს, ხო? და კრიპტოში ეგ ბრმა არ არის რა. ანუ ის Uniswap-ი დღეს მილიარდიან ტრანზაქციას გააკეთებს თუ 7 მილიარდიანს, ხო? შეიძლება ტოკენის ფასე საერთოდ არ აისახოს რა. იმიტომ რომ ის ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, მე ტოკენ ჰოლდერი რო ვარ რა. არა და რაღაც პონჩი ხო ლოგიკური არის რომ შენ რო ამდენ ტოკენს უშვებ, ხო? ეს უბრალოდ ხო არ არის მარტო airdrop-ი ხო არ არის შენს გაქვს დიდი ნაწილი დატოვებული და ამ ფულს რეალურად იყენებ იმისთვის რომ კომპანია განავითარო, ხო? და ჩემგან ვითხოვ რომ იყიდე ეს coin-ი, არ ითხოვ, მაგრამ ნუ ყიდი ხო ჩვეულებრივად და მე მაქვს ინვესტირების საშუალება. ხო და მიაბი revenue-ზე და ბევრად უფრო საინტერესო იქნება თვითონ ან ბევრად უფრო მეტ ადამიანს არ მიწვდები მაგ ლოგიკით. კი, მაგ ლოგიკით უფრო მეტ ადამიანს მიწვდები ჩემი გადმოსახედიდანაც. ეგ აჩერებს რეალურად ტრადიციული ფინანსებში არსებულ ადამიანებს ინვესტირებისგან, იმიტომ რომ პირველი ის არგუმენტები ამოეწურა თუ კი რა უდგას ბიტკოინს უკან რაღაცების ისინი. ძალიან მანდ არის მაგ კითხვას რო სვამენ ხოლმე რეალურად არის თავი პრინციპული საკითხი. თვითონაც ვეხვდებიან ხოლმე რეალურად რაზე აქვს ეგ მოთხოვნა რა. ანუ რა უდგას მე მაგ დროს მაგალითად არასოდეს პასუხობ კითხვით მაგალითად რომ აი დოლარს აუდგას უკან. ანუ ამერიკის ეკონომიკა პასუხი არა, არაფერი არ უდგას დოლარს უკან. ის პრინტერს არ უკან არაფერი არ აქვს. განსაზღვრელი რა არის? დღეს რამდენი დოლარი უნდა გქონდეს ბაზარზე, აი რა არის მაგის განსაზღვრელი. ვინმე საზღვრავს მაგას, ვინმე ადამიანი დგება კაკალსიაზე და ის ბეჭდავს, ხო? ანუ ლარის განსაზღვრელი რა. ეგრე არა, მაგრამ ხო ნუ უტრირებ ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ შენზე არა დამოკიდებული და რაღაც კონკრეტულ ობიექტურ იმაზე არა დამოკიდებული. ახლა ხარვარდში მოგონილი ან დაუშვათ სხვა უნივერსიტეტში მოგონილი და გამოძერწილი ხალხი რას მეტყვის, მე ეგ საერთოდ არ მაინტერესებს. ხო, საერთოდ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს მითხარი, ეს ანუ მე ხომ უნდა ვიცოდე გამჭვირვალობა ხო გვაქვს ჩვენ. მე უნდა ვიცოდე თუ ეს ხდება და ეს ხდება, იბეჭდება დოლარი. აი ეს წესები გვაქვს, არ გვაქვს. ნუ რაღაც უნდაზე გვაქვს. ინფლაცია შეიძლება მაგალითად. აი, ინფლაცია როგორ ხდება მაგალითად, ვინ საზღვრავს მაგალითად, ისევ თვითონ წერენ მაგ ციფრებს. ეუნება ვიღაცა რომ CPI გამოიყენეო, რომელიც consumption-ის ნაწილი არის, არ ვიყენეო PPI უნდა გამოვიყენეო. მერე სადღაც იქ პოლიტიკური აღრევები იქნება, იქ მერე ომს ვიწყებთ, იქ ჭიდება პოლიტიკური ინსტრუმენტი არის, რა თქმა უნდა. ხო და მაგას ვამბობ, რომ თუ ეგ კითხვა როცა ისმება, ეგ კითხვები ამოიწურა ჩემი გადმოსახედიდან. ოღონდ ეგ კითხვა ვისაც აქვს, ხოლმე უკვე მეზარება კიდეც სიმართლე გითხრათ პასუხი და ჩახედე ჯიგა რომ მაგაზე პასუხები გვაქვს გაცემული ყველას. ქართველებსაც, ჩინელებსაც, იაპონელებსაც, ამერიკელებსაც, პრეზიდენტებსაც და არაპრეზიდენტ ბომჟებსაც და ყველას რა. მან ერთადერთი კითხვა რაც რჩება ხოლმე ყოველთვის, ანუ უკვე პრაქტიკულ გამოყენებამდე რომ მივიდივართ, ინვესტორს აქვს ეს დამოკიდებულება ეს ისა გულისწყეტა, რომ მე რო ავიღეთ ბიტკოინი, ანუ ის რო არ ველოდო, ის დივიდენდი ჩემთვის ეს ყოველდღიური ხარჯი, ან ყოველდღიური რაღაც დღევან აწმყოს დასახარჯი ამბავი არის და მე რო კრიპტოში ეგ მივიღო ეს პასიური შემოსავალი, ამისთვის ძალიან ბევრი რაღაც უნდა გავაკეთო რეალურად. ის არ არის რომ იყიდე შენ რაღაცა და მე დაგერიცხება იმას. ნუ კი ატომის შემთხვევაში მაგალითად ახლა ის სტეიკინგი ეგაა იდეაში რა, ის დივიდენდია, რასაც გირიცხავს, მაგრამ ის კლასიკური დივიდენდი არ არის, რომ წარმატებაზე მიბმული დივიდენდი არაა რა. რეალურად შენ სამუშაოს, შენ რაღაც სამუშაოს გასწევ და იმ ვესტინგია რეალურად ფაქტობრივად გამოდის და არა დივიდენდი და ან კლასიკური დივიდენდის ნაწილი ჩემი აზრით მე ყოველთვის რა შეხებას მქონია დეველოპერებთან მგონია რომ უბრალოდ არ უფიქრიათ მაგ კუთხით. ამ ეტაპზე ისე ღრმად დაუშვათ როგორაც შეიძლება ეფიქრათ. ვიღაცებს ვისაც უფიქრიათ სიმართლე გითხრა ბაზარ შეხედეს და უბრალოდ დაიკიდეს ფეხებზე, იმიტომ რომ უფრო მარტივად კეთდება სხვა რაღაცებით ფული და რა ხარებებს მოაქვს ფული და ასე შემდეგ. დადგება ეგ, ანუ მოდის ნენელა ეგეც, იმიტომ რომ ტრადიციული ფინანსების სასტავი ხო აქამდე მტრულად იყვნენ გაწყობილი. ახლა უკვე კითხვებს ვამენ, აი ისეთი რა არის რომ იქიდან მე პასიური შემოსავალი მქონდეს, ან სერვისი რა გაქვთ რომ მე შევინახო რამე, თუ აი რა უნდა გავაკეთო, ხვდები? ეგეთი ამბავი. ხო, ნუ ეხლა რეალურად ნუ დეპოზიტის რაღაცა გაკეთება შეგიძლია, რავი, თუნდაც დეცენტრალიზებულში სტაბილური coin-ი, ანუ იგივე დოლარი შეგიძლია ჩაასხა და იქ რაღაცა პროცენტს მიიღებ, ხო? ანუ როგორც არის დეპოზიტი ბანკში, იგივე რაღაცები
არის. თუმცა ხო, აი კომპანიები მაინც სადაც ცოტა სხვანაირად უყურებენ და ყოა ალბათ ეგ დროც რომ უფრო ხო, მაგრამ მანდ ხა შეიძლება ისიც შეხედო რომ რაღაც საფრთხე არსებობს რომ ხა IPO-ს და ხო შეიძლება უსაფრთხოების მიმართულებით იყოს საფრთხე. მე ან მისის ხო და მე რეპორტინგიც ხო სერიოზულად იყოს ხა ამერიკაში დალისტული კომპანია ბიჟაზე სხვანაირ რეპორტინგს აკეთებს და რაღაც კრიპტო სამყაროში არსებული საერთოდ სხვანაირ. ICO და მოსკოვსება ისე იმ IPO-ს. კი, ოღონდ აი შეხედე მან შენს ამბობ დივიდენდის აწეზე. პრინციპში ეგ იქნება უფრო მეტად სწორი პასუხი. მაგ პირობითად შენ რო არ ვივის ბლოკჩეინის არ ვივის ტოკენს ფლოპ, თუ არ ვივი თავის გადახდებში იღებს ბლოკჩეინზე იმ გადახდებს, მაშინ ეს ტრანსფერენსი არის და ავტომატურად შეიძლება მაგის რეპორტინგი. კი, ეგ ხო. ხდები და თუ ეგ ან თუ ბლოკჩეინზე სრულად ბლოკჩეინზე მიმული პროტოკოლია, მაგის სრულად კი, მაგრამ ნუ ბევრი არის რომელიც არ დაშენებულია და მან მოდის chainlink-ი შემოდის თამაში უკვე, რომ chainlink-მა გააკეთოს real ანუ ხო გადმოიტანოს ბლოკჩეინზე და წაკითხვადი გახადოს smart კონტრაქტებისთვის რა. თეორიულად შესაძლებელია. და აქამდე ხო არ იყო chainlink-ი. chainlink-ი ხო რეალურად ახლა წამოვიდა ეგ ამბავი და მაგას კიდე ბევრი პრეტენზია აქვს მაგათ. იქამდე ჩემი აზრით ნაბიჯ მაგამდე მივიდივართ. მე ეგრე ვუყურებ. იმიტომ რომ მე გამოვალ ყოველ შემთხვევაში მინიმუმ მე გამოვალ ჩემ კომპანიას ახლა კრიპტობაზარზე რაც გვინდა რომ გავაკეთოთ ანუ ეგ მინდა რომ ჯერ სერვისები ეს რაც გვაქვს შევკრათ მე და საბოლოო ჯამში ეს ეკონომიკა შეიკრას ისე რომ დასახლება, საინვესტიციო პლატფორმა, საინფორმაციო პლატფორმა, მედია და ის რა ქვია, ანუ ლისტინგ პლატფორმა და მედია და ის მარკეტპლეისი უკვე იყოს ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ძალაუფლება, ფული, კაპიტალიზმი, ანუ ეგაა მთელი ამბავი რა. და ეს რო შეიკრება, მე მინდა რომ ანუ ჩვენი კომპანიის დაუშვათ წარმატება, მე გავაკეთებ ბოლო-ბოლო. მე მივჩემია რომ revenue გაუნაწილო კომუნის და იმანაც ჩემთან ერთად გაიზიაროს წარმატება და უფრო მეტად კონდეს მუღამი, ვიდრე მათ და ეგრე იქნება ბევრს გაუჩნდება ასე ვთქვათ, ეგ мотиваცია რომ თუ სხვები არ აკეთებენ, კარგია ეგ შესაძლებლობა დატოვებული. უნიკალური ის არის რა, ვიდრე რაღაცა ყველაფერს ეგიოს ვაკეთებთ, მე გამოვშვი ტოკენი, მე რაღაც ამით შეგიძლია მართო ეს პლატფორმა და რაღაცა ლიკვიდირება შეიძლება, ნუ ხო როგორც არის ახლა რა მოკლედ. მაგიტო გააკეთეს ძეში ETF-ები რა. ETF ხო, ნუ ეხა ETF-ი, მაგიტო ანუ ETF-ი მაინც მაგას არ პასუხობს ჩემი აზრით. ეხა ETF-ში რა რეპორტინგი რა არის, რამდენი ვიყიდეთ, რამდენი გავყიდეთ, თორე იქ ანუ Ethereum-მა რა ქნა, ეხა Ethereum-ის იქ არ წერია, ხო, რომ რავი. ესეთი ანუ მართველიც ხო არ ყავს ეს კი foundation-ი არსებობს Ethereum-ის, მაგრამ ანუ როგორც კომპანია არ იმართება, ხო, ეგ უფრო Solana, ალბათ Solana-ზე შეიძლება ითქვას. იგი Solana. კაი, მოდი, კრიპტობაზარზე ვილაპარაკოთ, ხო, შენ Solana არ გიყვარს. კრიპტობაზარზე ვილაპარაკოთ. რა გიგმებით ხართ ახლო მომავალში რას უნდა ელოდოს თქვენი მაყურებელი, კითხველი? ანუ საბოლოო ჯამში 4 წელია, რაზეც 3 წელი და 10 თვე. ჯერჯერობით. ანუ 4 თვეში დავადებით. მაისში რა თქმა უნდა. ხო, 3 წელი და 10 თვე, რაზეც მეც მაისში მაქვს ერთად გადავიხადოთ. შენ 18-ში ხო არა, 20-ში ხო არა გაქვს? 11. 11. ხო, ლუკას დაბადების დღეს ემთხვეოდა ჩვენი და მოშვებით. ბიჭო, ამბავი არის რა, იცი რომ გვინდა რომ საბოლოო ჯამში ახლა წელადაც ვამბობდით, ეს კონცეფცია შევკრათ. კი, ის სიგიჟე თქვენ და გიჟება თქვენ იმ უძრავი ქონების ამბავს, მაგრამ ჩემ მეგობრებს მაგალითად მაგ სიტყვებით აუხსენე. მე და შენ ხო მეგობრები ვართ, მე ამდენ გიჟებში, მე და შენ ხო ერთმანეთი ვიპოვეთ და ბიჭო, მე გეუბნებით რომ ეს გიჟები ჩამოვიშოროთ და ცალკე გადავიდეთ ეს ვინც ერთმანეთი ვიპოვეთ თქო. იმას ხო ვამბობ რაღაც ახალი რაღაც კონცეფცია ხო შემომაქვს. რეალურად უბრალოდ ვამბობ რომ ესე რო ვარ რაღაცა ეს ახალება ქუთაისთან ახლოს თუ არა მე ლათინო ამერიკა საქართველოს საზღვარგარეთ ოკეი ლათინო ამერიკაში გვაქვს ასე ვთქვათ ერთი მე მაქვს ჩემი მიწა და შეთვალიერებული მაქვს მეორე პროექტისთვის რა კრიპტობაზარი როგორც სააქციო საზოგადოება ეგრე დარეგისტრირდება უკვე ან დელავერში დავრეგისტრირდებით ან დუბაიში ვნახოთ მაგას დუბაის კი დაბალი გადასახადები აქვს, მაგრამ თავის მინუსები აქვს რა. დელავერის ანუ ამ პროექტს სერიოზულად უყურებ და ერთ-ერთი წამყვანი საბოლოო ჯამში კი გვინდა რომ შევდგეთ რა. მეორე კიდე არის რომ პიქსელ აკადემია გავუშვით, ეგ პიქსელ აკადემია გვინდა რომ გადავიტანოთ არგენტინაში ფილიალი გავხსნათ ერთ წელიწადში მაგალითად იგეთ. ანუ მოკლედ revenue მე რომ შედგება საბოლოო ჯამში და უკვე რომ შეიკრება და შეგვეძლება რომ რეპორტინგი გავაკეთოთ და აუდიტი რა. აი მაგის მერე გავუშვოთ ჩვენ ტოკენს რა. ოკეი, ხოსაგები. იქამდე კონტრიბუტორები ვინც არიან თითქმის ყველა ვიცით აბსოლუტურად. დროპის ამბავს წესებზე ვფიქრობთ უბრალოდ ტოკენომიკაზე 3 წელიწადია მაგაზე ვფიქრობთ და მაგას ასე ვთქვათ მაგაზე ვკამათობთ მაგრამ ჯერჯერობით 1 წელიწად ნახევარი ჯერ კიდე წინ გვაქვს მინიმუმ და ამ წელიწად ნახევარში ჩამოყალიბდებით რა ეგ ამბავია ძალიან კარგი არის ისე რაღაც თემა რაც გინდა ლაპარაკი არ ვილაპარაკი კიდე მე მგონი არა იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ერთი რამე არის რა ანუ ბაზარზე ახლა რასაც უყურებენ სტაბილურ უბრალოდ დატაებს რო ჩახედონ ბიტკოინის გადარიცხვები როგორ ხდება. ვაფშე არქ ინვესტის და გლესნოუდის ძველი რეპორტი ნახო.
ახსნილია თავიდან ბოლომდე როგორ უნდა გააკეთო შეფასება და უშუალოდ როგორ შეიძლება გააკეთო შეფასება. მაგის გარდა ADEC და მაგას დაუმატეს სტაბილური ქოინების გადინების და შედინების ნაწილი, რამდენი იბეჭდება და რამდენად მიდის და ხალხი ხმარობს და მაგის გარდა payment-ები იმატებს თუ არა. ეგეც სხვადასხვა ახალი პარამეტრი არის, რომელიც შემოვიდა. და ყველაზე მარტივი ჩარტი აიღე და ერთდღიანი ჩარტი დაადარე 2020-2021 წლის ჩარტს. და კორელაცია და აცდენები ნახე და მიხვდები აკუმულაციის პერიოდში ხარ, bear market-ში გადადიხარ, თუ bull-run-ის შუა პერიოდში ხარ. შენ ამბობ, რომ bull-run-ის შუა პერიოდში ვარ, ანუ იქიდან გამდინარე რაც ნახე ამ მე მგონია რომ ამ წელს ფართი გვექნება რა. ოკეი. გულაობა გვექნება. ბიტკოინი ავა მილიონზე და ყველანი ვიქნა. არა, მილიონზე არა, მაგრამ გვაგულავებენ როგორც თქოში, ერთი წელი. აი, ანუ ამ პოზიტიურ ნოტაზე შეგვიძლია დავასრულოთ რაოდენიმე პოდკასტი. ხართან ერთად. დიდი მადლობა ვიყავი ჩვენი სტუმარი და მადლობა. სამ თვეში დავუბრუნდებით ამ საკითხს და ნახოთ ფართი მოვაწყოთ პოდკასტი შევიდეთ. სამი თვე ძალიან ცუდია, ივნისში უნდა მამულებ ამ თვეზე. მოდი სექტემბერში დავუბრუნდეთ ამას. სექტემბერში დავუბრუნდებით მაშინ. მადლობა კიდევ. მადლობა პირიქით.